გამარჯობა, დღეს მინდა შევეხო ერთ-ერთ ჩემთვის საინტერესო და უცნაურ ფაქტს, რომელსაც მე პირადად უცნაურს იმიტომ ვიწოდებ, რომ არ ვეთანხმები ასეთ მიდგომას და მინდა ამაზე ცოტა ვისაუბრო. რა თქმა უნდა, ჩემი აზრია, სავარაუდოდ ბევრი ამ ფაქტს ალბათ დადებითად აღიქვავს, მე უარყოფითად ვუდგები და ზუსტად ამიტომაც მინდა ახლა ორიოდე სიტყვით იმედი 10 წუთში მაინც ჩავეტევი, ძალიან ბევრი რო არ ვილაპარაკო. ანუ აქ რას უნამოების დევს, დაახლოებით ასეთი კოლექცია აქვს ჩემს ერთ-ერთ ნაცნობს, რომელთანაც მაქვს ხოლმე მიმოწერა, რაღაცებს მეკითხება ხოლმე, მეც თუ რამე შემიძლია ვურჩევ, აზრებს მეკითხება, მოკლედ ასე პირადად არ ვიცნო, მაგრამ WhatsApp-ის ჯგუფი მაქვს და იქიდან მოკლედ გვაქვს ხოლმე ასეთი მიწერ-მოწერა და აი ასეთ დაახლოებით კოლექცია აქვს, 4 Louis Vuitton-ი აქვს, ზუსტად ესეთი ახლა არა, მაგრამ აქვს სიმფონია, რომელიც აქ მაქვს და მაგიტომ მიდევს. აქვს Afternoon Swim-ის მაგივრად უდევს 100 მლ-იანი Louis Vuitton-ის Imagination-ი, თუმცა არა ჩვეულებრივი ფლაკონი, არამედ მონოგრამიანი, რომელიც შემდეგ იყიდა 100 ევროთი ძვირად. ანუ თავის ჩვეულებრივი ფასი ღირდა, იყო ლიმიტირებული მოკლედ წარმოება და რომ ამოიყიდა, რა თქმა უნდა, აღარ იშოვება და ამ ნახატების გამო Louis Vuitton-ის ესეთი სიმბოლები აქვს, ლამაზი ფლაკონია. ხალხი ყიდდა უფრო ძვირად შედარებით და 100 ევროთი მეტი აქვს გადახდილი. აქვს On the Beach, აქ California Dream აქვს, მაგრამ მე On the Beach არ მიდევს, ამიტომაც უბრალოდ რომ მაგალითს წარმოგიდგინოთ, აქვს Ombre Nomade და აქვს 1X Serjofi, Amber Star-ია, როგორც მახსოვს, კი ბატონო, 50 მლ-იანი ფლაკონი, რომელიც 300-400 ევრო ღირს ერთი ფლაკონი და აქვს Clive Christian თავის ფასი, Blonde Amber არის. ასევე 50 მლ-იანი ფლაკონი და ღირს 550 евро. ანუ ჩვენ საუბარი ქონდა რომ Louis Vuitton-ი აპირებს სუნამოებზე ისო ფასების გაზრდას, ეს ხდება ყოველ წელიწადში, ანუ ორ წელიწადში ერთხელ, ეს ფაქტია, სულ ასეა და გაბრაზებული იყო რომ მოკლედ ასე არ უნდა ხდებოდეს და აღარ იყიდეს ამ სუნამოებს, იმიტომ რომ ასეთი ხარისხის სუნამოები, ასეთი ფასი არ უნდა ღირდეს. მოკლედ ახლა ცოტა ეს ძალიან მეუცნაურა, მაგრამ ანუ პირადად არ ვიცნობ ამ ადამიანს, გვაქვს რა თქმა უნდა დიდი ხანი 2-3 წელი ასე მიწერ-მოწერა გვაქვს, მაგრამ ბევრი მწერს ასე მეც ბევრს წერ და არანაირი არც მაკაცები ვართ ახლა არც ის, მაგრამ ამაზე კი არ ვჭორაობ ახლა ამ ადამიანზე ზურგს უკან უბრალოდ ფაქტზე მაქვს საუბარი რა თვითონ. მაგაზე ვამახვილებ ყურადღებას, რატომ არის ჩემთვის უცნაური. როდესაც ანუ ფაქტია რომ ადამიანს ფინანსურად არ უჭირს. ანუ არ უჭირს, ახლა ზოგი მილიონერი შეიძლება წუწუნებდეს და ამბობდეს, რომ არ აქვს საკმარისი ფული, მაგრამ როდესაც 550 ევროიანი სუნამო გიდევს და აქეთ 300 ევროიანი და არც ესენი ღირს ნაკლები და მოკლედ პურის ფული და ტანსაცმლის ფული არ უნდა გიჭირდეს ადამიანს. თუ უკვე საჭმლის ფული არ გაქვს, ახლა ძალიან რო იქით აღარ გადავიდეთ და უხეშად თქვათ, მაშინ ალბათ უფრო ფსიქიური პრობლემები გაქვს და არ ვიცი, მე ამას არანაირად არ ვემხრობი, თუ ადამიანი რაღაცა ბუნებრივ მოთხოვნილებებს და ისეთ რაღაცაზე უარს ამბობს, რაც აი ყოველდღურად გჭირდება, საერთოდ ნიშ ბრენდები კი არა, საერთოდ სუნამო არ უნდა იყიდო ჩემი აზრით. მაგრამ მოდი დავრჩეთ ისე ამ თემაში და გავაგრძელებ ახლა რას გულისხმობ. ანუ ხარისხის მიხედვით თუ ადამიანი აფასებს სუნამოს ფასს. აი რატომ გონია რომ Clive Christian-ი უკეთესი ხარისხის სუნამოს უშვებს. აი სუნით და არომატით როგორ უნდა აღიქვა ხარისხის, ანუ მაღალი და დაბალი ხარისხი ვერ ხვდები, მაშინ როდესაც Louis Vuitton-ის სუნამოები, მაგალითად აი ეს გრილის სუნამოები, ავიღოთ თუნდაც სიმფონია, ან თუნდაც Afternoon Swim-ი, ახლა აქ რაც მიდევს. აი მათი ჟღერადობა არის თითქოს რეალურ ციტრუსზე, რომელიც ანუ მათი ნოტებია შემადგენლობა თითქოს რეალურ ციტრუსზე უფრო რეალური ჟღერადობა აქვს, თითქოს აი ცოცხლად გაწურული ხილის და ციტრუსის არომატია ჩემთვის პირადად და ძალიან ბევრიც უსვამს ამას ხას. ერთ-ერთი მინიმუმ ჟღერადობა აქვს უნატურალურესი და ახლა შემადგენლობაში ჩვენ რომელი ქიმიკოსი ნამდვილად არ არის, არც მე არ ვარ. არ აქვს ახლა მნიშვნელობა 20 სუნამო გექნება სახში 500 თუ 10000 გაქვს დატესტილი. მაგითი პროფესიონალი ვერ გახდები, რა თქმა უნდა კი გამოცდილება გემართება, მაგრამ ასე ვერ იტყვი რომ აი სურნამო ნატურალურია, უკეთესი ხარისხის არის, ფასი
არ ვიცი, ფასიც არ გულისხმობს არანაირ ხარისხს. რა თქმა უნდა, ეხლა დიდი ხნის ნაწვალების უნამო ვერ იღირება, რომელზეც ძვირად ანაზღაურებადი პარფიუმერები და მთელი ჯგუფი მუშაობს, ვერ იღირება $10 ან 50 ლარი, ხო? ამას ძალიან ბევრი შრომა ჭირდება და Louis Vuitton-ის, რა თქმა უნდა, მე არანაირად ახლა ტანსაცმელები შეხება არ მქონია, არასდროს არაფერი მიყიდია სუნამოებში, რაც შეხება მაქვს, ვამბობ რომ გრილ სუნამოებში ჩემთვის ნომერ პირველი ბრენდია და ზოგადად სუნამოებში ალბათ ტოპ 5-ში მაინც შევიყვანდი, თუ ტოპ 3-ში არა. არ მიფიქრია რომ შეიძლება პირველად როდესაც გავიყვანო, ძალიან ბევრი საყვარელი სუნამოა ჩემთვის Louis Vuitton-დან. და რატომ უნდა უბრალოდ ბევრი ლანძღავს რა, Louis Vuitton-ია და რატომ უნდა ღირდეს ასეთი ძვირი? რატომ უნდა ღირდეს Sergio Fiat ასეთი ძვირი? რახან ტანსაცმელს არ ყიდის და რატომ უნდა ღირდეს Clive Christian-ი? არის ბევრს პირველი გონია, ზოგი ამუაშს ამბობს რომ პირველია პარფიუმერიაში და ზუსტად მქონია ხშირად ის შემთხვევა, რომ ზუსტად აი ამ ხალხს აქვს უმრავლესობა მაინც Louis Vuitton-ის სუნამოები კოლექციაში და ეს ცოტა არ იყოს მიკვირს ხოლმე. ჩემ კოლექციაში უმრავლესობა Sergio Fiat, მაგრამ Sergio Fiat დავიწყე მე და Louis Vuitton-ი შედარებით მართლაც ძვირია და ესე სხვათა შორის აი 3-4-ღა, ეხლა არ ვიცი რამდენი მაქვს. 8-10 სუნამო მექნება ალბათ, 10-მდე სუნამო მაქვს Louis Vuitton-ის და სიმართლე გითხრათ 2-3-ის წამატება მინდა, მაქსიმუმ 5-ის. მაქვს ეხლა 30-ზე მეტი აქვს, 40-ზე მეტი აქვს, თქვენი თუ არ ვწდები და მაქსიმუმ 15 სუნამო რომ მქონდეს Louis Vuitton-ის, დანარჩენი უბრალოდ არ მინდა, არ მომწონს ის სუნამოები. სიმართლეს ვამბობ, ეხლა ომბრენომაძეც არ გვიждები, მაგრამ არ არის ცუდი სუნამო, მაგიტომ მაქვს. და რას მინდოდა ეხლა, რაზე მინდოდა ხაზი გამესვა? ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ხარისხი არ შეესაბამება ანუ თანხას, შეიძლება მართალიც არის, მაგრამ იგივე შეიძლება ვთქვათ Sergio-საც, იგივე შეიძლება ვთქვათ, ეხლა 50 მილილიტრის სუნამო რა უნდა შეძლოს ეხლა ამ სუნამომ ის რომ 550 евро ღირდეს, ხო? იგივეა Louis Vuitton, ჩემთვის განსხვავება არ არის. თუ ეს ღირს, ანუ ამისგანაც იგივე სიამოვნებას ღებულობ, ხო რახან კოლექციაში გაქვს მით უმეტეს 6 სუნამო რო გიდევს და უფრო გადაწონის მაინც Louis Vuitton-ის რაოდენობაში, ანუ Louis Vuitton-ი უფრო მოგწონს როგორც ბრენდი, ხო? თორე თუ გიჭირს და რაიმე არ მაქვს ფული და ამას ყიდულობ, მაშინ ანუ მაშინ იყიდე Clive Christian-ები, ხო? თუ ამართლებს ფას. ანუ მე ვერ ხვდები უბრალოდ ასეთ მიდგომას, ჩემთვის უცნაურია, არ ვამართლებ ძვირიან სუნამოებს, მაგრამ საკმაოდ რთული პროცესია, ასე ადვილად არ იქმნება სასწაულის სუნამოები, ესე ხელის დატკაცუნებით და ზეთების ერთმანეთში შერევით არ ხდება სუნამოების შექმნა. ყოველ მეორეს ახლა თავის სუნამო აქვს, რაღაცას უშვებენ, ოღონდ 10,000 გამოწევს რომ დააგროვებენ უკვე ბრენდი აქვს თავის სუნამოსი და ცოტა სასაცილოდ მიმაჩნია, მაგრამ ამაზე არ არის ახლა საუბარი. მოკლედ, იმედია გადმოვიცი ჩემი აზრი, რაც უცნაურად მიმაჩნია. ამ ადამიანს რა თქმა უნდა არ ვლანძღავ და ყველას თავის აზრი აქვს. სწორი და არასწორი აზრი აქ არ არის, მაგრამ ჩემთვის ცოტა გაურკვეველია. თუ არ მოგწონს სუნამო, თუ რა თქმა უნდა პროტესტის ნიშნად თუ არ ყიდულობ, ეგ კიდე სხვა არის და მაგას ალბათ უფრო გავამართლებდი, მაგრამ როდესაც სუნამოზე გიждები, ახლა 50 ევროთი ფასს მოიმატოს და შენ 200 ევროთი მეტის კიდე სხვა სუნამოში გადაიხადო და შენი საყვარელი სუნამო არ იყიდო, აი ეს მიმაჩნია ცოტა კრიტიკულ პუნქტად და ზოგადად ადამიანი თუ რა თქმა უნდა ახლა ყველაფერი შეიძლება შედარებითი იყოს და ფინანსური პრობლემის წინაშე თუ დადგება, რა თქმა უნდა, არანაირ სუნამოს არ ურჩევდი. ზოგადად არ ვიცი, ალბათ შეიძლება 20-30 ლარიანი სუნამო რამე იპოვო იქ Adidas-ის რაღაცა, ეგ უფრო მიზანი შეწონილი იქნება, ვიდრე თუნდაც ლუქსის სუნამოებიც დღევანდელ დღეს საკმაოდ ძვირია, თუ მიდგა საქმე ფინანსურ პრობლემებზე, მაგრამ არსებობს რა თქმა უნდა ლუქსის ძალიან მაგარი სუნამოები, თუნდაც არ ვიცი, იქ Dior-ი ავიღოთ, თუნდაც Armani არსებობს აგრეთვე Azaros სუნამოები მომწონს რამდენიმე და Jean-Paul Gaultier, მოკლედ ადამიანი იპოვის კარგ სუნამოს, თუ ეძებს, შედარებით ნაკლებ ფასშიც და თუ ლაპარაკობთ უკვე ნიშეზე და აქ ფული უნდა გამოირიცხოს, რა თქმა უნდა, თუ ნიშეს ყიდულობ, არ უნდა გქონდეს ისე საქმე, რომ აი რა ვიცი, 50 ევროთი თუ გაგიძვირეს, აღარ იყიდი. ნიშეს
ისე არ ყიდულობ ადამიანი რა. ქართულად რა ვიცი. მე ხან ნიშას ვეძახი, გერმანულად ნიშია და მგონი ქართულად ნიშა არის სწორი. მაგრამ იმედი აზრი სწორად გადმოვეცი. არ ვიცი, მე ასე მიმაჩნია, რომ ის რამდენადაც არ უნდა გააძვირონ, არ ვემხრობი ამ გაძვირებას Louis Vuitton-თან პირადად მე ისედაც პრობლემები მაქვს, დაბლოკილი ვიყავ ჩემი აკაუნტით, ვერ ყიდულობ, ძალიან ბევრს ყიდულობას უნდა მოეცო და რაღაც საერთოდ მივაჩნიაო და მოკლედ დაბლოკილი ვარ, არ ვიცი რამდენი ხნით, როდის მომხსნიან ბლოგს და სულ ასე ვწვალობ ნაცნობებით და ახლობლების მეშვეობით ყიდულობს უნდა მოეცო და მე ურიცხავ ფულს, ანუ ურიცხავ და ყიდულობ და რა ვიცი იმედია მალე მომხსნიან ბლოგს. ანუ პირველი ადამიანი მე უნდა ვიყო, ვინც Louis Vuitton-ს დააკრიტიკებდეს და ამით უმეტეს ტანსაცმელზე მიმაჩნია, რომ გადაჭარბებულია მათი ტანსაცმელი ესეთი აქვთ რაღაც მიდგომები სპეციალურად, რომელიც ხალხზე მუშაობს, მგონი რა მარკეტინგულად და მაგრამ სუნამოებზე ვერ ვიტყვი ნამდვილად ამას რა. ბევრი ლანძღავს კი ბატონო, მაგრამ აი და რამდენმა მიბაძა ჯერ მარტო, აი თუნდაც ამ ნიშ ბრენდებმა. აი თუნდაც აი ამ სუნამოს მარტო. იქნება ეს პანადორა, იქნება ეს სოსპირო, იქნება ეს ვიდიანი და რა ვიცი, ძალიან ბევრი უკვე კლონი იქნება თუ რასაც დავარქმევთ, არ ვიცი, მაგრამ აი ამის ამოკითხვა ძალიან ბევრს სუნამოს შეიძლება და რომ არ ყოფილიყო afternoon swim-ი, სამაგიეროდ imagination-ზე ვერ აკეთებენ ასეთ რაღაცას, ძალიან ბევრი სცადეს, მაგრამ მე ვერცერთს ვერ შევადარებ. Afternoon swim-ს შევადარებ. ბევრი ძალიან წარმატებული გამოდგა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩემთვის მაინც თუ afternoon swim-ი მინდა დავისხავ ამას და თუ უფრო ძლიერები, უფრო რაღაც სხვა რაღაც შეცვლილია რა თქმა უნდა, თავს გაიბანძებდნენ უბრალოდ რომ დაეკოპირებინათ. მოკლედ Louis Vuitton-ის რეკლამა არ იყო ეს, უბრალოდ აი ამ ფაქტის უცნაურობაზე მინდა საუბარი. 50 მლ ფლაკონი თუ გვირს 550 евро, რატომ არ შეიძლება ღირდეს Louis Vuitton-ის გრილი, ჩემთვის სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არომატი, მაგალითად სიმფონია, რატომ არ უნდა ღირდეს 510 евро. აი, არ უნდა ღირდეს ეხლა, რა თქმა უნდა 20 ევროში რომ მაჩუკოს ვინმე გამიხარდება, მაგრამ მოკლედ აზრი იმედია ჩაწვდით, რასაც გულისხმობ და მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ ვიდეოამდე დროებით.